ლეილა ეს რა არის? ბატონმა სერკანმა დოკუმენტები გადაამოწმა, რომლებზეც ვმუშაობთ. გადაამოწმა ამდენი? ამის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ უნდა რომ ყველაფერი მზად იყოს ხვალინდელი დღისთვის და მაგიდაზე ედოს. დაველაპარაკები. დიახ, მაგრამ აქ არ არის. სად არის? ბატონ ენგინთან ერთად მშენებლობაზე წავიდა. მშენებლობა სად არის? არ უნდა რომ ეს ინფორმაცია გაგიზიარო. ლეილა. ლეილა, თუ არ მეტყვი მშენებლობა სად არის? ყველა მშენებლობას მოვივლი და სერკანს მაინც ვნახავ. ხომ იცი არა? მასლაკი. მადლობა. როგორც ვამბობდით. კარგი. როგორც თქვით, ქალბატონი სემიჰას მიზანი გასაგებია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის ადრე მოგეყოლა. ფერიც რომ სწოდნო და აქამდე არ მივიდოდა. დაივიწყე, რაც მოხდა. სერკანძმაო, რას გეტყვი? მახლობლად დაუჯერებელი ადგილია. იქ წავიდეთ, ვისადილოთ და დავისვენოთ, ვისაუბროთ. რა სიტყვი? ენგინ ძალიან მინდა, მაგრამ განწყობა საერთოდ არ მაქვს. აქ ცოტას კიდევ ვიქნები. შენ წადი, კარგი? კარგი. ნახვამდის. რა თქმა უნდა, იმის გამო რომ ბატონმა სერკანმა ბატონ სეიმანთან მუშაობაზე უარი თქვა, კომპანიას პრობლემები შეექმნება. მაგრამ ის რომ და პროექტზე მუშაობას გააგრძელებს, გილოცავთ ქალბატონო სემიჰა. ბოლო წუთს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო. თუ ერთი ნაბიჯის წინ არ დავგეგმავ, წარმატებული ვერ გახდები ბელჯა. მაგრამ საქმე ჯერ არ დასრულებულა. თქვენგან ბევრს სწავლობ. მშვენიერია. მისმინე, ედას და სერკანის დაშორება გამოგვივიდა. ახლა ერთმანეთისგან შორს უნდა ვამყოფოთ. ყველაფრისთვის მზად ვარ. მაშინ სერკანთან დაკავშირებით იჩქარე. ედამ უნდა გაიგოს, რომ სერკანი დაკარგა. კარგი, და თუ სერკანი ედაზე უარს არ იტყვის, ეს ჩემი საქმეა. ეს სართული იმისთვის ნახე, რომ ამასულიყავი, ასეა? აქ რა საკეთებ? ერთი წუთი. ფრთხილად? მითხრას, რომ უკვე რამდენიმე საათია აქ ხარ. ალბათ შენი მშენებლობა შეგიყვარდა, არა? აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მეც მქონდა ადგილები, სადაც თავს კარგად ვგრძნობდი. ადრე. ხო, შენ ყვავილებს შორის. მე ბეტონის გარემოცვაში.
თავიდანვე გასაგები იყო, რომ განსხვავებული ადამიანები ვართ. ხალხს შეხედე. ყველა ბედნიერებისკენ მიისწრაფვის. როცა ამ შენობას დავასრულებთ, აქ ადამიანები იცხოვრებენ, რომლებიც ბედნიერებისკენ მიისწრაფვიან. რაღაცას ხაზავ, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ. რაღაცას ვუჩვენებ, მაგრამ ბედნიერი ვერაფრით ხვდები. უცნაურია რა. სარქან, ჩემს მაგიდაზე ამდენი ფურცელი იმიტომ დატოვა, რომ ბედნიერებისკენ გზა ნახო. მე შენთან უკეთესი შეკითხვა მაქვს. დღეს ქალბატონი სემი ხარ, რატომ დამეთანხმა? შენ თხოვე? არა, არ ვიცი, ჩემთან რა კავშირი აქვს? ერთი წუთით ვიფიქრე, რომ შენთვის მნიშვნელოვანი ვარ, მაგრამ შევცდი. თანაც ძალიან. ასეთები ვიქნებით. როგორები? მე და შენ ერთმანეთს ასე მოვექცევით? როგორ გინდა რომ მოგექცე? თუ დაგავიწყდა შენ დამშორდი. მაგრამ შეხედე. ყველაფრის მიუხედავად არ მინდა რომ ცუდი ურთიერთობა გქონდეს. კარგი? ამიტომ ვფიქრობ შეგვიძლია მხოლოდ მეგობრები ვიყოთ. მეგობრები? რა, ჩემთან მეგობრობა არ გინდა? მინდა, კი მინდა, რატომაც არა. შვენიერია. მაშინ დღეიდან მეგობრები ვართ. ორი მეგობარი, რომელიც ერთად მუშაობს. ჩვენ შორის ამიერიდან არაფერია. წარსული დავივიწყეთ. თითოეული თავისი ცხოვრებით იცხოვრებს. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ რთული იქნება, რთული? ჩემთვის რთული რატომ უნდა იყოს? რადგან შენთვის ესეთი მარტივია, შენ მტკიცე ხარ, მაშინ შვენიერია. შვენიერია. მე წავედი. მეც მოვდივარ. ჩაფხუტი ძალიან მოგიხდა. კითხეთ, ჩემო მეგობარო? ლიფტით ჩადი, მე კიბით ჩავალ. ამ ქაღალდებს გავაანალიზებ და შემდეგ განვიხილავთ, კარგი? კარგი, წარმატებები, მადლობა. საყვარელო, აქ ხარ. ვფიქრობ, მხოლოდ შენ და მე, ორნი, 15 დღით სამხრეთ ამერიკაში წავიდეთ. რა? ჩვენ ხომ ელვისებურად დავქორწინდით. თაფლობის თვეში არსაწავს სულ ვართ. ამიტომ მსგავსი გეგმა დავსახე. ვიფიქრე, რომ ესეც დაგავიწყდებოდა. ნუ თუ შესაძლებელია საყვარელო. ნუ თუ შეიძლება რამე დავივიწყო, რაც შენ გეხება. მინდა ყველაფრით შენთან ერთად დავტკბე. ვინ არის? უპასუხე საყვარელო, იქნებ რამე მნიშვნელოვანია. არა, ძალიან ბევრს ლაპარაკობს. შემდეგ განვიხილავ. არ მინდა სამხრეთ ამერიკაზე შენი მონაყოლი გავყო. მასე მომიყევი რა. მისმინე, ყველაფერი დავგეგმე. არ ინერვიულო, ყველგან წავალთ. ჩილე, არგენტინა, ბრაზილია. საქმეებს მოვაგვარებ. შემდეგ ყველაფერს მოგიყვები საყვარელო. მიდი, წარმატებები. დროებით. ორი. ხო, რას ვაკეთებთ? ფანქრებს ფერების მიხედვით ვაწყობთ. ამას არ გულისხმობ, მელოს და არ შვებით. ხომ თქვი რომ მიფიქრებდი? ფიქრობ, ზვირფასო, ფიქრობ. ფანქრების დაალაგებით? ასე აზრებს ვიკრებ. ეს ჩემთვის მედიტაციის მსგავსია. ასე იფიქრე. შენ რას აკეთებ? მუშაობ, ბევრს მუშაობ. როგორ მუშაობ? კარგად იმუშავე, ინფორმაცია შეაგროვე. მისი საუკეთესო მეგობარი მელო იგზის. წადი და რამე ჰკითხე. ფიფი როგორ არის, რას აკეთებს? ვკითხო რა. კარგია რომ კიბით ჩამოხვედი. უკეთესია ვიდრე ლიფტი. ხუმრობ? რა მოხდა? რაღაც დამეწვეთა.
სად? აქედა. სარგან, ეს რომ დაინახო მიკროსკოპი გჭირდება. ლაკა არ არის. ლაკა. არა, ასე ვერ გავაგრძელებ. მკერავ თან წავალ. იქ ასეთივე პერანგია, ასეთივე სვიყიდი ამ თხოვ შემიკეროს. მნიშვნელობა არ აქვს. კარგი, წავიდეთ კომპანიაში. არა, ტაქსით წავალ. და ორი მეგობარი ვართ, რომლებიც ერთ ადგილას მუშაობენ. როგორი მზრუნველი მეგობარი ხარ? კარგი. საღამოს რასაკეთებ, მეგობარო? რატომ მკითხე? დამაინტერესა. ბოლოს და ბოლოს ჩემი მეგობარი ხარ. ყველა მეგობართან ასეთ ყურადღებას იჩენ? არაფერს. ასეთი მოკლეთმა ძალიან გიხდება. შესაძლებლობა არ მქონდა ადრე მეთქვა. დიახ. გრძელი თმა არ გიყვარს? მნიშვნელობა არ აქვს, გრძელი თუ მოკლე. ქალმა იცის, როგორი სტილი უხდება. დიახ, ზუსტად. მაგალითად ლეილა. ჩვენი მეგობარი. ლეილას ლამაზი მოკლე თმა აქვს. კიდევ მის სახეს გარს ერტყმის და არა, უბრალოდ მის თვალებს. ლამაზი სათვალე აქვს. ძალიან ლამაზი ქალია. ძალიან. დიახ, სახეს გარს ერტყმის, როგორც ნახატს. ნახატი. ხო, გავიგე. მთელი დღე ქალბატონ სემიჰასთან დადიხარ? არ გწყინდება. თავისუფალ დროს რასაკეთებ? მაგალითად საღამოობით. დღეს საღამოს რასაკეთებ? დღეს საღამოს ქალბატონ სემიჰას გავყვები. მნიშვნელოვანი ვახშამი ექნება. უნდა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე გვერდით პირადად მევიყო. ხო. კარგი. კარგი. აქ გაიარე? ერდემს დაელაპარაკე, გამატარე? კეთილი იყოს მოგბრძანება ბატონო სარგან. გამარჯობა. გამარჯობა, გთხოვთ. უბრალოდ ჩემს პერანგს რაღაც დაეწვეთა. ახლავე, ძალიან გთხოვთ. კარგით. მადლობა, ძალიან კარგად მომერგო. ბატონო სერგან, ბატონო სეიმან, რა შესანიშნავი დამთხევა, საყიდლებზე ხართ? დიახ, უკვე მივდივარ. კარგია რომ დაგინახეთ. ქალბატონი სემიჰასგან გავიგე რომ პროექტიდან გახვედით. სამწუხაროდ ასე გამოვიდა, დიახ. ძალიან წუხარ. მაგრამ სიმართლე გითხრათ, თქვენგან უფრო პროფესიონალურ მიდგომას ველოდებოდი. ფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გამიმართლა რომ ქალბატონი ედა მუშაობას აგრძელებს. ასეა? არ იცოდით? ახლა ცოტა დაკავებული ვარ. თქმის დრო არ გქონდა ალბათ. მართალია. მინდა და თქვენთვის მეთქვა. მინდა რომ ქალბატონი ედასთვის თავშალი ვიყიდო. ეს ლამაზია? კარგია. მშვენიერი. შეხვედრამდე. ნახვამდის. მადლობა. საიდან იცი რომ კონვერტში რაღაც მნიშვნელოვანია. გეუბნები რაღაც საიდუმლოდ გააკეთა. ყვითელი კონვერტი გამოართვა და შემდეგ ფული მისცა. მაშინ კონვერტში რაღაც მნიშვნელოვანია. ხელში უნდა ჩავიგდო. ხო. მაგრამ როგორ? თაირმა მითხრა რომ ქალბატონი სემიჰა დღეს მნიშვნელოვან ვახშამზე წავა. ეს ხომ კარგია. საღამოს სახლში შევალ და კონვერტს მოვძებნი. მაგრამ როგორ შეხვალ? ეფემ გასაღები ხომ მომცა? გაიხსენე, ხო? როგორი ამაღელვებელია? მე ჩვენთან ერთად წამოვალ. არ შეიძლება, მე თავად ვისებ. ვიცი რომ გაკეთება შეძლებ, მაგრამ მღელვარება მიყვარს. კარგი, ასეა თუ ისე. თუ მისი შეცდომა მართლა ვიპოვე, მაშინ ქალბატონი სემიჰა კუთხეში მოემწყდება. თუ ამას იზამ, მაშინ შემდეგ სიძესთან ურთიერთობაში კვლავ გაზაფხული დადგება. დიახ. მაშინ საღამოს წავიდეთ. კარგი, საათი დავაყენოთ. საათი არ მაქვს. წარმატებები. მადლობა. ისევ გაწუხებთ, მაგრამ როგორც გეუბნებოდით, რეკლამის დეტალები უნდა დავაზუსტოთ, რომელსაც გადავიღებთ. ბალჯა, სიმართლე გითხრა, საერთოდ დამავიწყდა. ახლა სხვა საქმეებით ვარ დაგავებული. მოდი ასე ვქნათ, ხვალისთვის გადავიტანოთ.
ბატონო სერგან, ხვალ სარეკლამო სააგენტოსთან თათბერი მექნება. ჩვენგან პასუხს ელოდებიან. კარგი, როგორ მოვიქცეთ? სიმართლე გითხრა საქმე კიდევ რამდენიმე საათს წაიღებს. მოდი ასე მოვიქცეთ. საღამოს ვახშამზე განვიხილოთ. კარგი? რა თქმა უნდა, თუ სხვა გეგმები არ გაქვთ. ვახშამზე? დიდი ხანია თქვენთვის მადლობის გადახდა მინდოდა. იმისთვის, რომ გვერდით იყავით, როცა ახალი წლის ღამეს ის შემთხვევა მოხდა. ბალჯა, ამისთვის მადლობის გადახდა საჭირო არ არის. ფიქრობ საჭიროა. კარგი, მაშინ ვთქვათ, რომ საქმიანი ვახშამია. საქმიანი ვახშამი მადლიერების ნიშნად. შეფი ალექსანდერის რესტორანი გამოდგება. გამოდგება. კარგია. საღამოს შევხვდებით. შევხვდებით. საყვარელო, შეგვიძლია წავიდეთ. მონდი საყვარელო, შეხედე? შეხედე. ისევ აქ არის. დღეს უკვე მესამედ. ისევ იგივე? არა. იცი რას ვერ ვიგებ? აქ რატომ არის? ალბათ აქ მუშაობს ადამიანი, მისი მანქანაა. ჩაჯდება და სახლში წავა. არა, დავილაპარაკები. გავიგებთ ვინ არის. ენგინ. რა გამახსენდა იცი? რა? ერდემი. რა სჭირს? ერდემს კატალოგი მიეცი? ადგილი ვაჩვენე თავად ნახავს. ნუ თუ ასე შეიძლება. ეს ხომ ერდემია. იპოვის? შემდეგ მეორე დღეს მოვალ და დავინახოთ, რომ არაფერი გაუკეთებია. რადგან ვერ იპოვა? შენაჩვენე. მიდი, მე კი აქ დაგიცდი. მართალი ხარ, ეს ხომ ერდემია. ნახავ. გისმენ, მამა. ლაპარაკი არ შემეძლო. ამიტომ. მოდი ეს საკითხი მოვაგვაროთ. შენი ხალხი მოაცილე. აღარ გვითვალთვალონ, კარგი? კი, დავქორწინდი, ამაზე გეუბნებოდი. უბრალოდ ქორწინების დარეგისტრირება უცებ გადავწყვიტე. მამა, გაგაცნობ. დღეს არ შემიძლია. დღეს დაკავებული ვარ. სხვა დროს. სხვა დროს იყოს. გესმის? გესმის? რას ნიშნავს ვნახავთ? მოვედი საყვარელო. მართალი იყავი, სამზარეულოში ვნახე. ეს ბიჭი მომკლავს. კატალოგი დოკუმენტებთან ერთად კაბინეტში იყო. ვაჩვენე და ის სამზარეულოში აღმოჩნდა. რა მოხდა? მანქანა წავიდა? წავიდა. ვიღაც ჩაჯდა და წავიდა. ალბათ სახლში. არა. იცი რა გითხრა ჩემო ცხოვრება? აქ ნამდვილად რაღაცა ხდება. ენგინ თავგადასავალს ეძებ. ხელვარება გინდა? რას ეძებ? მოგწინდა? 2 დღეა დაქორწინებულები ვართ. ამიტომ მოგწინდა? 10 საათი აქ გელოდები, შენ კი ისევ მანქანაზე ლაპარაკობ. რა გჭირს? ჩემო ცხოვრება, ხომ მითხარი ერდემთან წასულიყავი? მასთან წავედი. გითხარი წასულიყავი, მაგრამ წახვედი და დიდხანს არ დაბრუნდი. გეუბნები რომ შიერი ვარ. სახლში უნდა წავიდეთ. შენ კი აქ მანქანაზე ლაპარაკობ. სად იყავი? შეიძლება რაღაც გითხოვთ? არ იკითხო. საყვარელო, მართლა დიაბეტი გაქვს? სახლში წავიდეთ და წნარდი. მოულოდნელად რატომ ბრაზდები? რა ხდება? ვერაფრით გადიან. ხო. გამოდიან, მიდიან. შტებიან. ჩუმად, ცოტა აქეთ მოიწიე. როგორ დავიმალები? დაიმალე. ეს ადგილია, სადაც დამალვა შემიძლია. დაიმალე. მოდი წავიდეთ. მიდი. მელო. რას აკეთებ? რაღაცის თქმა მინდოდა. ქალბატონის ემიჰა სახლში შემთხვევით ვინმე მზარეული ან დაცვა არის? არა, წავიდეთ. არ დაველოდოთ? დაბრუნდებიან, წავიდეთ. მოიცადე, გასაღები ავიღო. გახსოვს რა მოხდა, როცა აქ პირველად მოვედი? ფიცა. შეეშვი. ყვითელ კონვერტს ვეძებთ, გაიგე? ყვითელი კონვერტი. მაშინ შენ ზემოთ და მე ქვემოთ ვნახავ. სასტუმრო ოთახიდან დავიწყოთ. კარგი, სამზარეულოში შევდივარ. კარგი, მიდი. კარგი.
ქალბატონო სემიჰა, თქვენს ტელეფონს წამოიღებ და დაბრუნდები. გარები ხომ დავკიდე? ვიღაც მოვიდა, ქურდი მოვიდა. მელო, აქ ახლა ქურდები ვითვართ. რა უნდა ვქნათ? მოიცადე დავიმალოთ. სად? აქ მოდი. და გამომწიე. მელო. მოიცადე. მოდის. ვიღაც გვიახლოვდება. სახლში რატომ შემოხვედი? ქურდო. შეკურდო. ქურდი ხარ. ფეხზე ხელი მომკიდა. ჩემი ფეხი. თაჰირ. მელო, თვალი არ გეცეს. როგორი მძიმე ხელი გაქვს? ჩემს ფეხს ხელი გაუშვი. შეშლილი. გამიშვი. არ გიჭერ. როგორი უცნაური ხარ? უცნაურო. ნუ თუ ასე შემოსვლა შეიძლება. ზომბივით ფეხში ხელი ჩამავლე. აი ახლა დაიწყება. აქ რა ხდება? თაჰირ. ქალბატონო სემიჰა, სახლში იყვნენ, როცა მოვედი. ედა, დიახ. აქ რა საკეთებ? რატომ ხარ? რა ხდება? რას ნიშნავს რატომ? როგორ? გასახები მაქვს. ეფესგან. ხო, მან მომცა. დღეს ხომ ამაზე ვისაუბრეთ? ხომ გადავწყვიტეთ, რომ უნდა დავახლოვდეთ. გადავწყვიტეთ დღეს ღამე აქ გაბეთია. კარი გავაღეთ და შემოვედით. ხო, ჩვენ სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა. მაგრამ შემდეგ უეცრად ციფნელეში თაჰირი შემოვიდა. შეგვეშინდა, შემდეგ დავიმალეთ. როგორი უცნაურია, მოგვიახლოვდა. ვიფიქრე, რომ ქურდია და რამის მოპარვა უნდოდა. კიდევ ფეხში ხელი მდაცა. კარგი, მაგრამ ბელეკი აქ რას აკეთებს? მე მოვედი, იმიტომ რომ ბავშვობიდან მე და დადა სტუმრად ერთად დავდივართ. ჩემს გარეშე არ შეუძლია. ყოველთვის ჩვენი ღამის პერანგებით დავდივართ. ხო, ყოველთვის. პირველად ახალ ადგილზე რომ ვრჩები მეშინია. ყოველთვის ასე იყო ბავშვობიდან. ხო, კარგი, ტელეფონი დამრჩა. ამიტომ მოვედი, კარგია რომ მოვედი. საიმენთან სავახშმოდ მივდივარ. უნდა წამოხვიდე. არა, აქ დაგელოდებით. არ არის საჭირო. ასე შეიძლება. შენ წამოხვალ, წავიდეთ. არა, ყავას მოვადუღებთ. ზესომზირას ვაკნატუნებთ. ხო, ზუსტად. უარის მოსმენა არ მინდა. შენ წამოხვალ. თან შესაძლებლობა გვექნება პროექტზე მომიყვე. დიახ. მაშინ შედარჩე. დიახ, დარჩი. ეს ხომ ბებიასახლია, შეგიძლია მოდუნდე, შეჭამო. ხო, დაგელოდები, მე არ დავიძინებ. ძალიან საყვარელი გოგო ხარ ბელეკ, მაგრამ სახლში მარტო ვერ დაგტოვებ, მაპატია. დიახ, მეც ასე ვიფიქრე. მაშინ უახლოეს მოსახერხებელ ადგილზე მიმიყვანეთ და შემდეგ მე თვითონ წავალ. კარგი, მანქანაში ჩაჯექეთ. იცი, რომ მიცნობდეს შევუყვარდებოდი. ნამდვილად, ნებას მომცემდა. ანუ შენ ერთხანია. უცნაურია რომ არ შემოსულიყო. ბალჯა, შენ და სერქანი დღეს სად მიდიხართ? შვენიერია. მეც ედასთან ერთად მოვალ. ეს საღამო კარგად უნდა გამოვიყენოთ. კარგი. კარგი. გეგმავ რომ ჩვენი რეკლამისთვის ასეთი თემა შევარჩიო. ადამიანის პატივისცემა ბუნების პატივისცემაა. კარგი იდეა. რა მშვენიერი სიურპრიზია. ასე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. საღამომშვიდობისა ბატონო სერქან, საღამომშვიდობისა. მაგიდასთან მივიდეთ. გემრიელად მეერთვით. როგორც ჩანს, ცოტა აღალდით. თუ გინდათ შეგვიძლია წავიდეთ. არა, საჭირო არ არის. გავაგრძელოთ.
ვერაფრით მივხვდებოდი, რომ ედა ამისთვის დარეკავდა. სემიჰასთან დარჩენა რატომ გადაწყვიტა? დავაიფერ, იქნებ ბებიის გაცნობა უნდა. ასე არ შეიძლება? რას გაიგებ? მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. სხვისი ბედნიერება არ ატარდებს. ამის გამო შულზეც კი უარი თქვა. ჩვენ ქვის გულიან ქალზე ვლაპარაკობთ ახლა. არ დაგავიწყდეთ. დავაიფერ. ძიმედ დაიწყე. ხო, აბა რა ვქნა. ამდენი წელი არ იყო და შემდეგ უეცრად გამოჩნდა. რთულად მან დაიწყო. სასტიკი გამოჩენა იყო. სასტიკი გამოჩენა. საინტერესოა დედა ედას თუ აიძულებს. დედა ედას აიძულებს? შეუძლია. იქნება ედა წამოვიყვანოთ. შეუძლია აიძულოს. დაო. არა. ასე რატომ უნდა ქნას? ნუ თუ ედა ბავშვია. რა პატარაა? დაჭეკე. ნუ თუ ბავშვია. ჩვენ ედას დავალაპარაკეთ. ედას ბებია საერთოდ არ უყვარს. დიახ, ედას ბებია არ უყვარს. ვერ იტანს. ბებიას ვერ იტანს, მაგრამ საერთოდ არ იცნობს. ედა არ იცნობს, მაგრამ ადამიანი საკუთარ მტერს უნდა იცნობდეს. ჯერ მტერი უნდა გაიცნო და შემდეგ უნდა იმოქმედო. ხომ ასეა? ჯერ მტერი გაიცნო, შემდეგ იმოქმედო. მართალი ხარ, ხო? ხო, სიმართლეა. მართალია, რადგან ედა უკვე დიდია, მაგრამ მას საერთოდ არ იცნობს. არ იცნობს და გაიცნოს, არ იცნობს და გაიცნოს და გადაწყვეტილებაც თავად მიიღოს, ხო? დედა მასზე გავლენას ხომ არ მოახდენს? მოვა. დავაიფერ, ედას არ იცნობ. იცი როგორ ძლიერ უყვარ ხარ? ნუ თუ შენს დატოვებას შეძლებს, ვიცი, მაგრამ ეს ხომ დედა ჩემია. დავაიფერ, მართლა ძალიან გიყვარს. იცი, ვეჭვიანობ. მე ცოტა ხალხი მყავს. გოგონებო, თქვენზე ისედაც ვგიშდები. ჩაის ვსვამთ, წნიას ვჭამთ, ვსაუბრობთ. ყურადღება მოგვაქცია. კარგია რომ ხართ. ძვირფასები ხართ. ადამიანს ამ ქალაქზე უარის თქმა უჭირს, როცა ეჩვევა. მე უარის თქმას არ ვაპირებ, ქალბატონო სემიჰა. სტამბული უკვე შემიყვარდა. სარეკლამო სააგენტოს შეხვედრას თქვენს ხომ დაესწრებით, ბატონო სერქან? არა, პირველ ეტაპზე არ ვიქნები. თქვენ დაიწყეთ და შემდეგ შემოგიერთდებით. კარგი, როგორც გნებავთ. ხო, აქ ძალიან გემრიელი ოალკოჰოლო კოქტეილებია. ერთი საყვარელი მაქვს. თქვენც გინდათ? ჩვეულებრივ კოქტეილებს არ სვამ. მაგრამ რატომაც არა? გამარჯობა. მინდა გითხრათ, კოქტეილებში მარწყვი არის? დიახ, ბატონო, არის. უბრალოდ ალერგია მაქვს. შემიძლია განსაკუთრებული კოქტეილი მოგიტანოთ მარწყვის გარეშე. მშვენიერია. მადლობა. დიახ. შეხვედრისთვის ძალიან კარგი რესტორანი აირჩიე. 7 ადგილია არა? ძალიან. ვერ ვუყურებ. მინდა შენი ქმარი დღეს საღამოს გავიცნო, თქვენთან მოვდივარ. მოდი, გარეთ გავიდეთ. გარეთ? ხო, მომწყინდა. მართლა? რატომ? ჩვენ ხომ ვზივართ, ფილმს უყურებთ. ძალიან მომწყინდა, ადექი. რა მოხდა? მოდი გავიდეთ. მთელი დღე ოფისში ვართ დაყუდებულები. მერე სახლში ვზივართ. დავიღალე. გავიდეთ, გრილი ამინდია. გავისეირნოთ. ვივარჯიშოთ. საღამოს გასეირნება მოვაწყოთ. ძალიან კარგად მოვიფიქრე. ჩემო ცხოვრება გარეთ ისედაც ძალიან ცივა. იქ რა გავაკეთოთ? ჩვენ ხომ სახლში ვართ, თბილად, ტახტზე ვწევართ, ტელევიზორს ვუყურებთ. ჩაი დაადგი, დავჯდეთ და გავაგრძელოთ. კარგი, ენგი. ეჯეკი და ამ შენს ფილმს უყურე. ჩაიც დაისხი. ისეთი რა ვთქვი? რა თქმა უნდა. პროექტი, რომელიც სხვა კომპანიამ წარმიდგინა, ძალიან მომეწონა, მაგრამ ლანდშაფტზე ერთად ვიმუშავებთ. არ ინერვიულობთ, პროექტს მალე დავასრულებ და მოგცემთ.
შვენიერია. კოქტეილი არაჩვეულებრივია. თქვენ მოგეწონათ? დიახ, ცოტა არეული იყო, მაგრამ ცუდი არ იყო. თქვენის ნებართვით. სინამდვილეში არეული იყო, მაგრამ გემრიელი. იქნება ერთ შეუკვეთოთ. რა თქმა უნდა. უკაცრავად.